ნების შვიდეულის დღეები მთელი წელიწადის განმავლობაში ეს არის განსაკუთრებული დღეები. როგორც წმინდა იოანე კრონშტანტელი ბრძანებდა, ნების შვიდეულის დღეებით იკურთხება მთელი წელიწადის დღეები. ნების შვიდეულის ორშაბათის ღვთისმსახურებაზე დასწრებით იკურთხება მთელი წლის ორშაბათები, სამშაბათის მიერ სამშაბათები და ასე შემდეგ. ნების შვიდეულის ყველა დღე არის მძიმე მარხვა, გარდა დიდი ხუთშაბათისა, რადგან ამ დღეს დაწესდა ზიარების საიდუმლო, პირველად აზიარა მაცხოვარმა თავისი მოწაფეები. ნების შვიდეულის ოთხშაბათი, ანუ დიდი ოთხშაბათი, ეს არის დღე, როდესაც ერთ-ერთმა მოციქულმა იუდა ისკარიოტელმა მაცხოვარი გაყიდა 30 ვერცხლად. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ის შეუთანხმდა იუდეველ მღვდელმთავრებს, უხუცესებს, მწიგნობრებს, რომ უფალს იესო ქრისტეს გადასცემდა მათ ხელსაყრელ შემთხვევაში, რადგან ისინი ცდილობდნენ მაცხოვარი შეეპყროთ არა ხალხის თანდასწრებით, რათა შფოთი არ გამოეწვიათ, არამედ მარულად. და ამაში სწორედ იუდა ისკარიოტელი დაეხმარა მათ. ნების შვიდეულის ხუთშაბათი, ეს არის საიდუმლო სერობის დაწესების დღე, ზიარების დაწესების დღე. ამ დღეს მაცხოვარმა, ჩვენმა იესო ქრისტემ, პირველად აზიარა თავისი მოწაფეები თავის უხრწნელ სისხლსა და ხორცს. ამ დროს იუდა ისკარიოტელიც ეზიარა და ეს ჩვენთვის ძალიან ნიშანდობლივია. ნახეთ, ზიარება მაცხოვნებელია მათთვის, ვინც მომზადებული ეზიარება, მაგრამ ზიარების მიერ იუდაში სწორედ რომ ეშმაკი შევიდა. რადგან იუდას გადაწყვეტილი ჰქონდა მაცხოვრის გაცემა, ის უკვე წინა დღეს გაყიდული ყავდა, შეთანხმებული იყო უკვე და არ შეუცვლია აზრი, ისევ იგივე აზრზე იდგა, ანუ მოქმედ ცოდვაში იყო და ასე მოვიდა და ეზიარა. და წერია, რომ სწორედ ზიარების შემდეგ შევიდა მასში ეშმაკი. რატომ? იმიტომ რომ როდესაც ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ესა თუ ის ცოდვა უნდა ჩავიდინოთ, მაგრამ მაინც მოვდივართ და ვეზიარებით, ეს ჩვენთვის არის დამღუპველი. მაგრამ როგორი ცოდვაც არ უნდა გქონდეს, ჩვენ თუ მას მივატოვებთ და ასეთი განწყობით მოვალთ საზიარებლად, რომ ჩვენ აღარ გვინდა ამ ცოდვას დაუბრუნდეთ, ამ შემთხვევაში ზიარება ჩვენთვის იქნება გამწმენდელი და მაცხოვნებელი. დიდი ხუთშაბათი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ მაცხოვარმა აქაც, როგორც სხვა უამრავ შემთხვევაში, გვიჩვენა თავისი მაგალითი სიმდაბლისა. საიდუმლო სერობის დროს მაცხოვარი ადგება, აიღებს ტილოს, აიღებს ჭურჭელს, ჩაასხა მშიგ წყალს და დაიწყებს მოწაფეების ფეხის ბანას. და შემდეგ, როდესაც მორჩება ფეხის ბანას, ეტყვის მათ, რომ აი თქვენ მიწოდებთ მოძღვარო და უფალო. ნახეთ, რა გავაკეთე, აბა თუ იცით, თქვენ მიწოდებთ მოძღვარო და უფალო და მართალია, მე თქვენი მოძღვარი და უფალი ვარ და თუ მე მოძღვარმა და უფალმა დაგბანეთ თქვენ ფეხი, თქვენც ერთმანეთს უნდა დაბანოთ ფეხიო და ამითი ჩვენ გვასწავლის ურთიერთ სიმდაბლეს, ურთიერთ მსახურებას. ფეხბანის წესი აღესრულება ხოლმე იმ ტაძრებში, სადაც არის საკათედრო, სადაც მღვდელმთავარი მსახურობს და ის 12 სასულიერო პირს, 12 მღვდელმსახურს ბანს ფეხს, რითაც ეს არის გაცოცხლება ქრისტეს მაგალითისა ჩვენთვის, რომ ჩვენ ურთიერთად სიმძიმე უნდა ვიტვირთოთ და ერთმანეთს მორჩილებით და სიმდაბლით უნდა ვემსახუროთ, რისი მაგალითიც თავად მაცხოვარმა მოგვცა ჩვენ. დიდი ხუთშაბათის საიდუმლო სერობაზე მაცხოვარმა, როდესაც თავისი მოწაფეები აზიარა თავის უხრწნელ სისხლსა და ხორცს, მათ შორის იუდაც აზიარა და მანამდე, როდესაც ეუბნება, რომ ერთი თქვენგანი არის გამცემი, ისინი ეკითხებიან, ვინ არის უფალო, ვინც შენ გაგცემს? და მაცხოვარი პასუხობს, ვინც ჩემთან ერთად ჩააწობს ჯამში ხელს, ის გამცემს მე. და ამას ამბობს
იუდას გასაგონად. ამით იუდას სხვების წინაშე კი არ ამხილებს, არამედ მხოლოდ იუდას გასაგონად ამბობს, მხოლოდ იუდა იგებს, იმიტომ რომ მან იცის თავის გულში რა ხდება. ნახეთ მაცხოვრის სიყვარული. ის იუდას დანაშაულს არ გამოაშკარავებს, მაგრამ იუდას აფრთხილებს ამით, რომ მე ვიცი შენს გულში რა ძდებს და შეინანე და გამოსწორდე. ასევე შემდეგ, როდესაც იუდა ეზიარება და წერია, რომ იუდაში ამ დროს ეშმაკი შევიდა, რატომ შევიდა ეშმაკი? იმიტომ რომ ეზიარებოდა იმ განწყობით, რომ უფალი უნდა გაეყიდა, მას მანამდე გაყიდული ყავდა 30 ვერცხლად. შეთანხმება უკვე შემდგარი იყო და ხელსაყრელ შემთხვევას ეძებდა მაცხოვრის მათთვის გადასაცემად. ასეთი განწყობით მივიდა და ეზიარა. ეს გავს ხოლმე ჩვენს განწყობას, როდესაც ჩვენ ვეზიარებით მაცხოვრის სისხლსა და ხორცს და გულში გვაქვს ფიქრად, რომ კიდევ უნდა წავიდეთ და ესა თუ ის ცოდვა ჩავიდინოთ და არ ვაპირებთ, რომ ამა თუ იმ ცოდვას თავი დავანებოთ. არამედ წინასწარ გვაქვს მოფიქრებული ამა თუ იმ ცოდვის ჩადენა. ამ შემთხვევაში ზიარება არის ისევე წამწმედელი, როგორც იუდას შემთხვევაში. მაგრამ ნახეთ მაცხოვრის სიყვარული კვლავ იუდას მიმართ. როდესაც იუდა გადის, მაცხოვარი ეუბნება, წადი და გააკეთე ეს ადრე. და მოწაფეები ფიქრობენ, რადგან გვადრუცი, ყულაბა იუდას ებარა მათი საერთო, ფიქრობდნენ, ალბათ უნდა წავიდეს და დღესასწაულისთვის მოამზადოს რაიმე, ან გლახაკებისთვის დასარიგებლად. მაგრამ სინამდვილეში მაცხოვარი იუდას თავის გულის კითხვებზე ეუბნება პასუხს, რომ წადი იუდა და გააკეთე ის, რაც გულში გაქვს ჩადებული. მაგრამ ამას სხვების დაფარულად აკეთებს, იუდას სიყვარულის გამო, იუდას მოსაბრუნებლად. ასევე იუდასადმი გამოხატული სიყვარულია, როდესაც მაცხოვარი, როდესაც არის გეციმანის ბაღში და იუდა ჯარისკაცებთან ერთად მოდის, მაცხოვარი ეუბნება, მოყვასო, რისთვის მოსულ ხარ? რათა კვლავ დააფიქროს, რისთვის მოვედი აქ? ნუ თუ იმისთვის, რომ მაცხოვარი გადავწე ამ ჯარისკაცებს ჯვარცმისათვის. ასევე, როდესაც იუდა ეტყვის ჯარისკაცებს, რომ მე ნიშანს მოგცემთ, ვისაც ვეამბორები, ის არის უფალი. როდესაც მივა იუდა და მაცხოვარს ეამბორება, მაცხოვარი ეუბნება, რომ იუდა ამ ბორის ყოფითა გასცემ ძესაკაცისასა. ნახეთ, იუდას გულში რომ პატარა კეთილგონიერება, სიყვარული ყოფილიყო, უნდა შეძრულიყო მისი გული უფლის მიერ გამოხატული ამხელა სიყვარულით, მაგრამ იუდას გული მაინც უექიმებელი დარჩა, განუყურნებელი დარჩა, თუმცა მაცხოვარი ბოლომდე ცდილობდა მის გადარჩენას. როგორც სახარებაში წერია, ის მჟუტავ პატრუკს არ ჩააქრობს და გადატეხილ ლერწამს არ გადაამტვრევს, იმიტომ რომ ბოლომდე ელოდება იქნება გამოსწორდეს ესა თუ ის ადამიანი. ისე როგორც ჩვენ შემთხვევაშიც, როგორი დაცემულიც არ უნდა იყოს ადამიანი, ღმერთი ბოლომდე ელოდება. ჩვენ შეიძლება მას განვიკითხავთ, ის ასე ცხოვრობს, ის ისე ცხოვრობს, მაგრამ უფალი თავისი ზრუნველი და მოსიყვარულე გულით ბოლომდე ელოდება, რომ იქნებ ბოლოს მაინც გამოცოცხლდეს, იქნებ ბოლოს მაინც შეინანოს. ისევე როგორც სასუფეველში პირველად შესული მარჯვნივ ჯვარცმული კეთილგონიერი ავაზაკი, რომელმაც ბოლოს სამკვირველი სახით მიიღო სულის გადარჩენა. დიდი პარასკევი, წითელი პარასკევი, ეს არის დღე, როდესაც მაცხოვარი ჩვენთვის ჯვარს ეცვა. მაცხოვარმა დაღვარა სისხლი ჩვენი სულის გადასარჩენად. ეს არის დღე, როდესაც დაეცა ეშმაკი. ეს არის დღე, როდესაც გაიღო კარი სასუფეველისა. და სწორედ ავაზაკი შევიდა პირველი ცათა სასუფეველში, რითაც ჩვენ თითოეულ ცოდვილს გვაქვს იმედი ღმერთის მოწყალებისა, რომ ჩვენ სინანულს შეიცირავს და ჩვენ სულს აცხოვნებს. ოთხშაბათი და პარასკევი მთელი წლის განმავლობაში თქვენიცით, რომ მორწმუნეთათვის არის მარხვა, რადგან ოთხშაბათს მაცხოვარი გაყიდა იუდა ისკარიოტელმა, ხოლო პარასკევს ის ჯვარს ეცვა ჩვენთვის. და თუ ადამიანი ამ დღეებში მარხულობს, ის ამითი ამბობს, რომ მე უფალო შენი ერთგული ვარ, არ მინდა დავდგე იუდას და იმ ჯარისკაცების მხარეზე,
ვინც შენ ჯვარს გაცვეს, არამედ მე მინდა რომ შენთან ერთად ვიტვირთო სიმძიმე, თუნდაც აი ამ მარხვისა თავშეკავებისა და მოციქული ამბობს, რომ რამდენადაც უფრო ქრისტესთან ერთად ჯვარს ვეწმევით, იმდენად მასთან ერთად ავსდგები. რამდენადაც უფრო ადამიანი მარხვის დროს უერთგულებს მაცხოვარს თავშეკავებით, იმდენად გაიხარებს მაცხოვართან ერთად აღდგომის ჟამს. და აქედან გამომდინარე, ვინც არ მარხულობს ამ დღეს, ის არ არის თანაზიარი მაცხოვრის ამ ტკივილებისა და ის ვერ იქნება თანაზიარი მაცხოვრის აღდგომის სიხარულისა. და ჩვენ ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს გვემარხულოს, რათა ვიყოთ თანაზიარი ჩვენთვის მომკვდარი და ჩვენთვის აღდგომილი მაცხოვრისა. დიდი შაბათი ეს არის დღე, როდესაც მაცხოვრის სხეული დადებულია საფლავად, ხოლო სულით ის არის ჩასული ჯოჯოხეთში, რათა მართალ სულთა აღმოყვანება მოხდეს. რაც აღსრულდა უშუალოდ აღდგომა დღეს. რა მოხდა აღდგომას? აღდგომას სიცოცხლემ გაიმარჯვა სიკვდილზე. აღდგომას ჩვენს თითოეულ მკვდრეთით აღდგომას დაედო საფუძველი. თითოეული ადამიანი აღდგება მკვდრეთით და როგორც სახარება ბრძანებს, ზოგი აღდგება მარადიული სასჯელისათვის და ზოგი აღდგება მარადიული სიხარულისათვის. ღმერთმა ინებოს, რომ თითოეული ჩვენთაგანი თავის დროზე აღგვადგინოს უფალმა მარადიული სიხარულისათვის. ამინ. ღმერთმა მრავალს დაგასწროთ.